საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 224 მილიონი დოლარით გაიზარდა და 5 მილიარდ 400 მილიონი დოლარია. ეროვნულმა ბანკმა იანვარ-აგვისტოში წლის დასაწყისიდან 1 მილიარდ 500 მილიონი დოლარი შეისყიდა, ამავდროულად რეზერვების ზრდა განპირობებულია ოქროს გაძვირებით. 2024 წლის გაზაფხულზე 500 მილიონ დოლარად შესყიდული 7 ტონა ოქროს ფასი ამ დროისთვის თითქმის 880 მილიონ დოლარს აღწევს. ცენტრალურ ბანკში ამბობენ, რომ საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია და გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე. ეროვნული ბანკი მოქალაქეებს მოუწოდებს ვირტუალური აქტივის მომსახურება არ განახორციელონ არარეგისტრირებულ სუბიექტებთან. მარეგულირებელი აცხადებს, რომ რეგულარულად ახდენს იმ პირთა იდენტიფიცირებას, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში შესაბამისი ნებართვის ან ავტორიზაციის გარეშე ახორციელებენ ვირტუალური აქტივის მომსახურებას. როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, თუ მოქალაქეები ვირტუალური აქტივის მომსახურებას მიიღებენ ასეთი სუბიექტებისგან, შესაძლოა ამან გამოიწვიოს მათი ფინანსური ზარალი. ცნობისთვის ვირტუალური აქტივი არის ღირებულების ციფრული გამოხატულება, რომელიც არის ურთიერთჩანაცვლებადი და არ არის უნიკალური. ის წარმოადგენს ციფრული ფორმით გადაცემის ან ვაჭრობის საგანს და გამოიყენება ინვესტირების და გადახდების განხორციელების მიზნით. მშენებლობა ისევ გაძვირდა. აგვისტოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 4,4%-ით გაიზარდა. ინდექსის ზრდა უმეტესწილად გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ნომინალური ხელფასის 16%-იანი ზრდის და მანქანა დანადგარების ხარჯების კატეგორიის 5,3%-იანი გაძვირებით. რამაც შესაბამისად 3,87 და 0,34% პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. 4 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსის შემცირდა კლებაა როგორც წინა თვესთან შედარებით, ასევე წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. სამაგიეროდ ინდექსი მცირედით, მაგრამ მაინც გაზრდილია საოჯახო სასტუმროების შემთხვევაში. PMC კვლევითი ჯგუფის მონაცემებით სექტემბერში სასტუმროების საშუალო ფასმა საოჯახო ტიპის სასტუმროებში 111 ლარი შეადგინა, 3 ვარსკვლავიანში 163 ლარი, 4-იანში კი 254 ლარი. 5 ვარსკვლავიან სასტუმროებში ფასი 440 ლარის ფარგლებშია. ყველაზე მაღალი საშუალო ფასებია კახეთში, თბილისსა და გურიაში. ვაგრძელებთ გადაცემას, დღეს ვსაუბრობთ ტურიზმის იმ მიმართულებაზე, რომელიც სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს გლობალურად და ეს არის კულტურული და შემოქმედებითი ტურიზმი. დღეს მოგზაურობის ერთ-ერთ ხშირ მოტივად კონცერტები, ფესტივალები, თეატრალური წარმოდგენები და სხვადასხვა შემოქმედებითი ღონისძიებები იქცა, მხოლოდ მუსიკალური ტურიზმის გლობალური ბაზარი უკვე 100 მილიარდ დოლარს აღემატება. შემოქმედებითი ტურიზმი კი სწრაფად იზრდება და ახალ შესაძლებლობებს აჩენს როგორც ქალაქებისთვის, ისე კულტურის სფეროს ადამიანებისთვის. საკითხი აქტუალურია საქართველოშიც, ქვეყანა არაერთი კულტურული ღონისძიების მასპინძელი ყოფილა და დიდი პოტენციალი აქვს მუსიკის, ცეკვისა და ფესტივალების მიმართულებით, რაც არა მხოლოდ კულტურულ, არამედ ეკონომიკურ ზრდაზეც ახდენს გავლენას. 19 ოქტომბერს თბილისი პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალს პირველად უმასპინძლებს. ფესტივალი აერთიანებს ორ მნიშვნელოვან ტურნირს, სადაც საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული საუკეთესო მოცეკვავეები იასპარეზებენ. ფესტივალის ფარგლებში ეგრეთ წოდებული მრავალფეროვანი საქართველოს უკეთგაცნობის მიზნით საქართველოს პირველად მოგზაური ტურისტები ეწვევიან, რა როლი აქვს ასეთი რანგის საერთაშორისო პროექტის განხორციელებას ქვეყანაში კულტურული ტურიზმის პოტენციალის პოპულარიზაციისთვის და რა დამატებითი სარგებელი ახლავს კულტურულ ტურიზმს ქვეყნისთვის. ფესტივალის დეტალებით ჩვენი სტუმრები არიან მსოფლიო ცეკვის საბჭოს საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ლიზი მორი და ფესტივალის დირექტორი ანი ლაყიძე. ანი, ლიზი, მოგესალმებით. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მნიშვნელოვან თემაზე უნდა ვისაუბროთ, რაზეც ნაკლებს საუბრობენ ხოლმე, მაგრამ ეს რა თქმა უნდა არ კარგავს მის მნიშვნელობას, ამიტომ ბევრ საინტერესო ასპექტს შევეხებით და გავეცნობით ჩვენი ქვეყნისთვის მეტნაკლებად ახალ მიმართულებაში და ახალ ათვისებულ მიმართულებაში, რაც ბოლო წლებია განსაკუთრებით აგენერირებს ეკონომიკურ სარგებელს ჩვენი ქვეყნისთვის და ეს არის კულტურული ტურიზმი. მოდით კონკრეტულად რომ თქვენს საქმეს დავუბრუნდეთ და თქვენს მიერ შეტანილ კონტრიბუციას ამ საქმეში, ვისაუბროთ ფესტივალზე და მის მიზნებზე ერთის მხრივ პროფესიული თვალსაზრისით, თუ
რა დადებითი ეფექტების მომტანია ეს პროფესიულად ცეკვის მიმართულებაში ჩვენი ქვეყნისთვის და ასევე საინტერესოა კულტურული ტურიზმის განვითარების ნაწილში რა სარგებელს მოგვიტანს და რისი ბიძგი შეიძლება გახდეს მომავალში. მოდით ქალბატონო ლიზი დავიწყოთ თქვენგან. მადლობა მოგესალმებით. ჩვენი ფესტივალი უნიკალური და განსხვავებულია იმით, რომ ჩვენ ვაერთიანებთ ორ სეგმენტს: ცეკვა და კულტურული ტურიზმი. ესეთი მიმდინარეობა მსოფლიოში არ არსებობს. ყველა მიმდინარეობით ეკონომიკა ცდილობს მოიზიდოს ჩვენ ქვეყანაში ტურიზმი, მაგრამ ჩვენი განსხვავებული ხედვა ცეკვა და კულტურული ტურიზმი ერთად ეს აერთიანებს იმას, რომ ჩვენთან ჩამოსული საერთაშორისო უმაღლესი კატეგორიის მსაჯები, რომლებიც იმსაჯებენ ჩვენ ტურნირს, ვიზიტორები უბრალო, ვისაც უყვარს ცეკვა, აგრეთვე ძალიან ცნობილი მსოფლიოში მოცეკვავეები გვერდდებიან საქართველოს მასშტაბით. ჩვენი ასოციაცია, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ საქართველოს მსოფლიო ცეკვის საბჭოში, სადაც ჩვენ გაერთიანებული ვართ, აგრეთვე ჩვენი საქართველოს ყველა რაიონებიდან ჩამოდიან პედაგოგები, მოცეკვავები და იღებენ მონაწილეობას ამ ტურნირში. ეს გაერთიანებული დიდი სახით წარდგება. ამ დროს კულტურული ტურიზმი ჩავთეთ, იმიტომ რომ აი 6 მილიონი მოცეკვავე უყურებს, თვალს ადევნებს დღეს რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. ისინი იმოგზაურებენ ეს მსაჯები, მოცეკვავეები, ვიზიტორები ერთ ოჯახად იყრებიან და მოგზაურობენ ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ღირსშესანიშნავ ადგილებში, როგორიც არის კახეთი, მცხეთა და ასე შემდეგ. ქვეყნის საინტერესო რეგიონებს ალბათ. უფრო მეტად რომ დავკონკრეტდეთ, რომელი ქვეყნის წარმომადგენლები იქნებიან ჩვენის ტურნები, როგორც პროფესიონალი მოცეკვავეების ნაწილში, ასევე მსაჯების მიმართულებით საინტერესოა, რადგან ჩვენი ქვეყნის კურსია, რომ მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები მოვიზიდოთ და ერთ-ერთი საუკეთესო რეკლამა არის კონკრეტული პიროვნება, ადამიანი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში იმყოფება ტურისტად და ის შემდეგ უკვე მიდის თავის სამშობლოში და იქ ყვება საკუთარი დადებითი გამოცდილების შესახებ. ანუ რომელ ქვეყნებს მოვიცავთ, რომ გითხრათ? პირველ რიგში ჩემთვის პატივია თქვენს ეთერში ყოფნა. პატივია, რომ ქალბატონ ლიზიმ მანდო ამ პროექტის მართვა. ძალიან დიდი ხანია ვაკვირდები მის შემოქმედებით გზას და ზოგადად დიდი როლი აქვს ლიზი მორს აი ამ ფესტივალის შექმნაში. უნდა ითქვას მისი პირადი კონტაქტები, მან ახსენა WDC მსოფლიო ცეკვის საბჭო. თავად არის ყოველწლიურად, მე მგონი ანსამბლი იმართება, ეს არის გენერალური თათბირი, სადაც არის ლიზი მორი მიწვეული, ეკატერინე არჩაია პრეზიდენტი ჩვენი ასოციაციის. და ის ადამიანი, ანუ მთავარი ფიგურანტი აი ამ წლევანდელი ფესტივალის, რომელიც ეხლა იწყება და ჩვენი მიზანი არის, რომ ყოველწლიურ ტრადიციად ვაქციოთ ჩვენ პროემის ფესტივალის ჩატარება, ანუ პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი. მთავარი ფიგურანტი ეს გახლავთ ვიქტორ და სილვა, თვითონ არის სამხრეთ აფრიკიდან, მაგრამ ახლა ცხოვრობს პორტუგალიაში, 4 გზის მსოფლიო ჩემპიონი, ცოცხალი ლეგენდა, როგორც მას უწოდებენ ახლა. ძალიან ცნობილია მისი, აი ხა ქალბატონ ლიზი უფრო განავრცობს ამათ, მაგრამ რითი გამოირჩევა ეს ადამიანი, ხო? ერთ 16 ოქტომბერს უკვე თბილისი ეწვევა, ჩვენ 16 ოქტომბერს სპეციალურად დავგეგმეთ პრესკონფერენცია, პრესის წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა მასთან ინტერვიუს აღება და ადამიანი, რომელიც გამოირჩევა, დღეს პრინციპში მას უწოდებენ როგორ გითხრათ, ცეკვის სამყაროს წამყვან პიროვნებას, მოცეკვავეს, რომელიც ესეთი სიტყვა გამოყენებული mesmerizing, რომელიც ატყვევებს და პრინციპში, როდესაც ვიქტორ და სილვა გამოდის პარკეტზე, მაყურებელი, ანუ აზანზარებს მთელ ანუ დარბაზებს. და მინდა კითხოთ დაინტერესებაზე. ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია, როგორც ვიცი. საინტერესოა თუ გაქვთ ერთგვარი სტატისტიკა, ვთქვათ, ბილეთების გაყიდვის და ასევე რეგიონალური გადანაწილება, როგორია, ვინც შეიძინა ეს ბილეთები. გეტყვით, პირველ რიგში უნდა ვახსენოთ ჩვენ მოწვეულ ჟიურს, თქვენ ახსენეთ ხო, ჟიურის წევრები სხვადასხვა ქვეყნებიდან
გრძნობიდან ლიზი დაასახელეთ თქვენ და მე განვავრცობ თემას. ჩვენთან მოწვეული ყავს უმაღლესი კატეგორიის მსაჯები, პროფესიონალები. ესენი არიან ძალიან ცნობადი სახეები მსოფლიოს ჩემპიონატებზე, ევროპის ჩემპიონატებზე, ისეთი როგორიც არის დირკ ბაისტერი გერმანიიდან, რომელიც წარსულში არის მსოფლიო ჩემპიონი, გერმანიის ჩემპიონი. ჩვენთან ჩამოვა ელდარ ჯაფაროვი, რომელიც არის აზერბაიჯანს წარმოადგენს და აზერბაიჯანს ყავს 10 ცეკვაში მსოფლიო ჩემპიონი. ჩვენთან ჩამოდის ჯერი ებრატე, იტალიიდან, ვიქტორია ებრატე, რომელიც იყო იტალიის ჩემპიონი, ჩვენთან ჩამოდის სლავიკ აჟიდერსკი, ევროპის ჩემპიონატის ფინალისტი ისრაელიდან და ყავს კიდე ახლა ბევრი ჩამოცვლა შორს წაგვიყვანს. აი ეს მსაჯები, პროფესიონალები, რომლებიც ესაც შენაძენია, რომ მსაჯობენ და მსაჯობენ თავიანთი ხედვით. იმიტომ რომ როცა ყავს პროფესიონალი მსაჯი ძალაუნებურად გიჩნდება სურვილი შენ სოფლიოს დაუმტკიცო რა რანგი გაქვს რა გინდა რომ მიაღწიო ასე ხდებიან სოფლიო ჩემპიონები ჩვენ დავნერგეთ ჩვენ ასოციაციაში პროფესიონალ მოცეკვავეთა ეროვნული საბჭო რომელიც 1995 წლიდან ჩვენ წევრები ვართ WDC როგორც ქალბატონმა ანიმ თქვა World Dance Council ესე ქვია სოფლიო ცეკვის საბჭოს და საბჭოში ყოველწლიურად ვართ წარმომადგენლები და ჩვენმა ასოციაციამ დანერგა ახალი მიმდინარეობა ამ ცეკვებში. ეს არის American Smooth. ჩვენ ყავს უკვე პედაგოგი, რომელმაც გაიარა გამოცდები და მიიღო ლიცენზია, ის არის საქართველოს წარმომადგენელი და აი ახლა რომ ჩამოდის ეს ელდარ ჯაფაროვი 18 ოქტომბერს ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს სემინარები პედაგოგებისთვის და მსაჯობისთვის. კი ბატონო, ქალბატონო ლიზი, გარდა იმისა, რომ თქვენ აი ამდენ დადებით საქმეს აკეთებთ და ავითარებთ ამ მიმართულებას ჩვენს ქვეყანაში, ბუნებრივია საჭიროა ხელშეწყობა ინვესტიციების სახით და ასევე სხვა სახის მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან. სწორედ ამ ნაწილში მინდა კითხოს, ერთი ხრის ბიზნესი რამდენად არის მოწყვლადი ინვესტირებისთვის ამ მიმართულებაში და ასევე საინტერესოა სახელმწიფოს ნაწილში მხარდაჭერას რამდენად გრძნობს და რა საჭიროებებს ხედავთ ესეც რომ გაუმეჯნოთ. საინტერესო შეკითხვა, უღრმის მადლობა, ამას მე ველოდებოდი. მე მინდა მოვიდა მაგალითი, როდესაც ლიზი მორმა პირველად ჩაატარა 2014 წელს ის იყო აღმოსავლეთ ევროპის თასისთვის, ასპარეზოდ როცა მოეწვია წყვილები, ეს იყო ევროპული ცეკვებისა და ლათინოამერიკული და ევროპული ცეკვების ფესტივალი 2014 წელს და 10 გზის მსოფლიო ჩემპიონი სტუმრობდა თბილისს და ასევე ძალიან პრესტიჟული ფესტივალის სტუმრები იყვნენ და ისე დასრულდა ეს ფესტივალი, რომ ნაკლები გაშუქება იყო. ალბათ იმ პერიოდში ციფრული მარკეტინგიც ისე არ მუშაობდა, ისეთი აქტიური არ იყო და ნაკლები დაინტერესება იყო თქვა სახელმწიფოს ისეთ კულტურული ინსტიტუციებიდან, ისევე როგორც ბიზნეს სექტორიდან. აი ეხლა უნდა აღინიშნოს ლევანდელი წელი სხვა იერსახე მიიღო ამან. არ შეიძლება არ აღინიშნოს შემოქმედებითი საქართველოს მიერ პროექტის მხარდაჭერა, ისე როგორც თბილისის მერიის კულტურის პროგრამებისა და პროექტების განყოფილებამ, ზოგადად თბილისის მერიამ სერიოზული ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, სხვანაირად შეუძლებელი იყო. თქვენ ახსენეთ ბიზნესი, აი ბიზნესის სექტორი, ხო? ზოგადად არა მარტო აი ამ კონკრეტულ ფესტივალთან დაკავშირებით ძალიან შემცირდა ბიზნესის სექტორიდან ბიზნესის აქტივობა კულტურაში რაც გამოსასწორებელია ალბათ. ეს არის გამოსასწორებელი. ადრე მაგალითად იყო თქვა კულტურის სამინისტროს ბაზაზე არსებული თუნდა ჩეკინ ჯორჯია. ანუ ცოტა სავალდებულო უნდა გახდეს ბიზნესის სექტორიდან. ბიზნესი ჭირდება ამ მიმართულებას. აუცილებლად რომ რაღაცა ფონდი არსებობდეს, რომ თქვა თუ არა, იმიტომ რომ მე მაგალითად ვფიქრობ და არა მარტო მე, ზოგადად სრული დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ღონისძიებების არ არის გამართლებული. ბიზნესი არ დგას ისე როგორც უნდა იდგეს. ბატონო, ეს მიმართულება არის სამუშაო და ეს მიმართულება არის გამოწვევა. მივდივართ ბოლოსკენ და აუცილებლად უნდა გკითხოთ გეგმებზე, მიზნებზე და რა თქმა უნდა, ასევე ვუთხრათ ჩვენს მაყურებელს, როგორ შეიძლება რომ ისინი
გახდნენ თანაზიარი ამ ძალიან მნიშვნელოვანი ფესტივალის. პირველ რიგში არავინ არ გამოტოვეს ეს შანსი, იმიტომ რომ ეს არის მართლაც უნიკალური შანსი, იმიტომ რომ შესაძლებლობა მიიღონ და რეგისტრირდნენ ყველასთვის ღია არის ეს ფესტივალი, იმიტომ რომ ჩვენ დროს ძალიან ბევრი რამე გვაკლდა. ეხლა იცით ეს მსოფლიო დონეზე რამის გაკეთება ზოგადად ძალიან გაიხსნა, ფართოდ გაიხსნა კარები. ამიტომ არ გამოტოვონ ჯერ ეს ერთი დარეგისტრირების თვითონ თანხები ძალიან მინიმალურია, ყველას შეუძლია მონაწილეობის. ანუ ეს არ არის ბარიერი მათ საზოგადოების. იცით როგორ, როდესაც დამთავრდება, თქვა დილიდან იწყება კონკურსი, მე ყველაფერი გადალაგდება უკვე 8 საათზე გალა ვახშმისთვის, ეს ულამაზესი სამეცნიერო დარბაზი და რა თქმა უნდა, ხა დიფერენციაცია იქნება ფასებში, იმიტომ რომ გალა ვახშამი არის თავისი ვახშმით, არ დაგვავიწყეს რომ ფინალისტები გამოვლინდებიან და ესეც უმნიშვნელოვანესია რომ ვიქტორ და სილვა სპეციალური შოუ პროგრამით ჩამოდის თბილისისთვის და როგორ შეიძლება ამის გამოტოვება. თქვათ გალა ვახშმის ფინალური ცეკვების უკვე ანუ ამ ყველაფრის დამაგვირგვინებელი თავად ვიქტორ და სილვას ფასი ეს არის 200 ლარი, მაგრამ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაასწრება 50 ლარად და ეს ყველაფერი იხილოს, ეს მაგიური. კი ბატონო, რა თქმა უნდა, გისურვებთ თქვენ წარმატებას, ორგანიზატორებს, ასევე მონაწილეებს და სიამოვნებას უსურვებთ იმ ადამიანებს, ვინც დაესწრებიან და გახდებიან ამ პროცესის მონაწილე. უკვე ქვეყნისთვის რასარგებლის მომტანი იქნება ეს კონკრეტული ფესტივალი კულტურული ტურიზმის ნაწილში ამას რო გვაჩვენებს და იმედია ესეც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი კონტრიბუცია ჩვენი ქვეყნისთვის. პირველში დარგის განვითარება, რა თქმა უნდა, დარგის განვითარება არის ერთ-ერთი მიზანი როგორც ვახსენე და გამტკიცება. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, დაგემშვიდობებით, მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ლიზი მორი, მსოფლიო ცეკვის საბჭოს საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი და ანი ლაღიძე ფესტივალის დირექტორი იყვნენ ჩვენი სტუმრები. აქვე დაგემშვიდობებით, თქვენ საინტერესო ეთერს გისურვებთ, ჩვენს მაყურებელს კი საინტერესო დღეს. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ სტუმრებს და არაჩვეულებრივ თათიას. არაჩვეულებრივი ინფორმაციისათვის. ამიტომ ყველამ ვიცეკოთ, იმიტომ რომ ეს არის ჩვენ კიდევ ვერ გავაჟღერეთ, რომ ეს ფესტივალი არის მსოფლიო ღია ფესტივალი პროემში. რას ნიშნავს პროემი? ეს არის პროფესიონალი და მოყვარული. როდესაც წყვილში ცეკვავს და იღებს მონაწილეობა. კი ბატონო, ანუ ჩვენ შანსი ყველას გვაქვს. აბადალი, შანსი გაქვს. დაგემშვიდობებით. არ გაგზანდებოდეთ.